დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ არაუბრალოდ სამუშაო კვირას ვიწყებთ, არამედ ვიწყებთ კვირეულს, რომელიც ადამიანს ძალიან მჭიდროდ უკავშირდება, რასაკვირველია, ისევე როგორც ჩვენი ყოველდღიური გადაცემა. მაგრამ უკავშირდება განსაკუთრებულად ადამიანის იშვიათ პრობლემებს, რომელიც ჩვენს გენურ ინფორმაციაშია დაშიფრული. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ცნობადობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადებების შემთხვევაში. ცნობადობის თვეზე ჩვენ საუბრობთ ცნობადობის დღეზე, რომელიც თებერვლის ბოლო დღეს უკავშირდება როგორც წესი, მაგრამ განსაკუთრებულად საუბრობთ სათქმელზე, უფრო მეტი, ვიდრე წარმოგიდგენია. უფრო მეტი რაოდენობრივად, ვიდრე ოდესმე ვინმე წარმოედგინა. იშვიათი დაავადებები, ცალ-ცალკე, მაგრამ ერთად საკმაოდ ბევრი, 300 მილიონზე აღმატებული. უფრო მეტი, ვიდრე წარმოგიდგენია. საზოგადოების როლი, თითოეული ჩვენგანის როლი, თითქოს ნაკლებად დაკავშირებული იშვიათ დაავადებასთან, მაგრამ გადამწყვეტი მაშინ, როდესაც ამ ადამიანების სიცოცხლესა და ცხოვრების ხარისხზეა ლაპარაკი. რატომ? მოდით მთელი კვირის განმავლობაში თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს და კვირის ბოლოს აუცილებლად ამოვხსნით იმ ამოცანას, თუ რატომ არის ეს ფრაზა მთავარი სათქმელი მიმდინარე თარიღთან დაკავშირებით. როდესაც იშვიათ დაავადებებზე ვსაუბრობთ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ თემას აქვს რამდენიმე წახნაგი. ისევე როგორც თავად ადამიანის ჯანმრთელობას გაგახსენებთ, ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ასეა ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ჩვენ არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზს ვითვალისწინებთ, არამედ ყველა იმ თანმხლებს შედეგს, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც მენტალური ჯანმრთელობის, ასევე სოციალური კეთილდღეობის ენაზე უნდა ვთარგმნოთ. თუ იშვიათი დაავადებები გვაქვს მხედველობაში, ეს არის, როგორც გითხარით, იშვიათი გენეტიკური დაავადებები, რომელთა დიაგნოზების რიცხვი ცალ-ცალკე თითქოს ცოტაა, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ გავამთლიანებთ, შევთანხმდით, რომ ეს არც თუ ისე ცოტაა და 300 მილიონს უკვე აჭარბებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი წარმოდგენა და ცოდნა იმაზე აღმატებული იყოს, ვიდრე გვეგონა, იმიტომ რომ საზოგადოების როლი შევთანხმდით, რომ იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მოკლედ, აი ამ კონტექსტში ვსაუბრობთ დღეს, შევთანხმდით, რომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი კვირეული იშვიათი დაავადებების ცნობადობასთან დაკავშირებით და ტრადიციულად ვსაუბრობთ, ტრადიციულ შეხვედრებს გეგმავთ ჩვენი გადაცემის მეგობრებთან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. და სწორედ ასეთი იქნება ჩვენი გადაცემის ყოველი ბლოკი და პირველი ბლოკის სტუმრები უნდა წარმოგიდგინოთ. ქალბატონი ლალი მარგველაშვილი, რომელიც გახლავთ პედიატრი, გენეტიკოსი, ნუტრიციოლოგი და ქალბატონი დოდო აგლაძე, რომელიც გახლავთ პედიატრი, გენეტიკოსი, პროფესორი. დილამშვიდობისა ქალბატონებო. დილამშვიდობისა. მე შემთხვევით არ ვახსენე ტრადიციები და მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა. პრაქტიკულად 2008 წლის შემდეგ აღარც კი მახსოვს ქალბატონ ლალი, რამდენი შეხვედრა გქონდა ჩვენ ერთად სტუდიაში. დოდო მოგვიანებით შემოგვიერთდა, თუმცა ჩვენ ჩამოგვიყალიბდა თანამშრომლობის ძალიან კაფიო ფორმატი, როდესაც საზოგადოებას და როგორც წესი ფართო საზოგადოებას უზიარებთ, რა ვიცით ახალი ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, ახლა მოცემულ მომენტში. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ წლების მერე წარმოდგენები შეიცვლება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ახალ ინფორმაციას უზიარებთ ჩვენს მაყურებელს. როდესაც თქვენ ამ საკითხებზე საუბრობდით, როდესაც საუბრობდით პირველად ჩვენს გადაცემაში მაგალითად ფენილკეტონურის, ფრუქტოზის აუტანლობის ან ნებისმიერი სხვა პრობლემის შესახებ. ყოველთვის ჩვენ ხაზს უსვამდით, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა და გამოცდილება, რომელიც გროდება. თქვენ როგორც ექიმს, მრავალი წლის მერე, იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რა გამოცდილება შეგძინათ ამ გზამ? დიდი მადლობა, მარი, ჩვენ თანამშრომლობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და საზოგადოების ცოდნას იშვიათ დაავადებებში თქვენი გადაცემა ძალიან წაადგა ამ წლების განმავლობაში მის ცნობადობას და მინდა ვთქვა, რომ იშვიათი დაავადებები, ეს არის დაავადებები, რომელთა შესახებ რაც მეც სწავლობ, მით უფრო და
აღმოჩნდება ხოლმე, რომ მეტი და მეტი ახალი დაავადება, რომლის პოპულარიზაციაც აუცილებელია, იმიტომ რომ ეს დაავადებები თურმე ჩვენ გვერდით არსებობდა და ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რომ ეს იყო ის იშვიათი დაავადებები, რომელთა არცოდნა იწვევს მათ არასწორ მკურნალობას და არასწორ შედეგებს არა მარტო პაციენტისთვის, არამედ მთელი სოციუმისთვის. თქვენ ახსენეთ, რაც უფრო მეტი ვიცით, მით უფრო მეტი ახალი პრობლემის წინაშე ვდგებით, მით უფრო მეტ ახალ დაავადებას აღმოვაჩენთ და რამდენად მნიშვნელოვანია ამის შესახებ ცოდნის გაზიარება. ანუ გამოდის, რომ ცნობადობის ამაღლება ექიმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოებისთვისაც, ქალბატონო ლალი. აუცილებლად პირველ რიგში ექიმისთვის და ასევე საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს დაავადებები ყოველწლიურად ქმნის ახალ პრობლემებს საზოგადოებაში. ამიტომ რაც უფრო კარგად არის ინფორმირებული ექიმი და რაც ადრე მიაქვს ეჭვი ამა თუ იმ დაავადებაზე, მით უფრო ეფექტურია შემდგომში. არა მარტო იმ ოჯახის წევრისთვის, ვისთანაც დიაგნოზი დასტურდება, არამედ დანარჩენი ოჯახის წევრებისთვის ამ დიაგნოზის ცნობა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ძალიან ბევრ დაავადებაში ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ შვილთან ნაპოვ დაავადებას პოულობთ მამასთან ან დედასთან, რომელთანაც იგივე დაავადება უკვე შორს არის წასული და კიდევ უფრო პოულობთ ხოლმე იმ შემთხვევებს, რომ სულ არ იცოდნენ, რითი გარდაიცვალა, ვთქვათ, ბებია და ბაბუა და წინაპარი და არა და მისი კლინიკური სურათი ზუსტად ასახავს იმ დაავადებას, რასაც ეხლა შვილთან და შვილიშვილთან ვეყრებით. ამიტომ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცოდნის გაღრმავება. მათ შორის ოჯახური ჯანმრთელობისათვის, იმიტომ რომ თქვენ არაერთხელ გითქვამთ ჩვენს გადაცემაში, რამდენად წინდახედული შეიძლება იყოს შემდეგ ექიმის და ოჯახიც, როდესაც აი ამ ერთი კონკრეტული ისტორიის გაანალიზების შემდეგ სხვა შვილზე, სხვა შემთხვევაზე, შთამომავლებზე, როგორ შეიძლება ეს ცოდნა გაიზიარონ და გამოადგეთ. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ რაც უფრო ადრე ვიცით ამ პრობლემის შესახებ, მით მეტი შესაძლებლობა გვაქვს პრობლემის მართვისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ უკვე გამოვლენილ სურათებს საუბრობთ, გარკვეული დრო უკვე დაკარგულიც შეიძლება იყოს ბევრისთვის. მაგრამ მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ჯანმრთელ მდგომარეობაში ადამიანებს ვიკვლევთ, ჩვენ გაცილებით მეტი რესურსი გვაქვს და ამ მდგომარეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. დოდო, თქვენ როგორც ექიმი გენეტიკოსი, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით ბავშვებთან მუშაობთ, მაგრამ სინამდვილეში ქალბატონო ლალიმ ძალიან კარგად ახსნა, რატომ მუშაობს. ამ შემთხვევაში არა მარტო ბავშვთან ექიმი, არამედ ოჯახის უფროს წევრებთან ერთად, უნებურად. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ პრაქტიკულად ჯანმრთელი პოპულაციის შეფასება, იგივე იშვიათი გენეტიკური დაავადებების რისკის გამოსავლენად? მარი, ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჯანმრთელი პოპულაციის სკრინინგით მოვახდინოთ დაავადებული პოპულაციის ნახვა და მოძებნა, დიაგნოზების დასმა. თქვენ იცით, რომ საქართველოში 2024 წლიდან 3 ახალი დაავადება დაემატა ნეონატალურ, ანუ ახალშობილთა სკრინინგს, რაც ძალიან კარგია, ძალიან ბედნიერები ვართ ეს რომ მოხდა. და ზოგადად შეიძლება დაასახელოთ უკაცრავად. კი ბატონო, დავასახელოთ, ანუ 3 დაავადება, რომელსაც სკრინინგი ტარდებოდა საქართველოში, ეს იყო ფენილკეტონურია, ერთ-ერთი პირველი ძირძველი 2003 წლიდან ხდება პოპულაციის კვლევა ფენილკეტონურიაზე, მე შემდეგ მას უკვე შევერთდა თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, რაღაც ეტაპზე უკვე ცისტური ფიბროზიც შევერთდა ამ დაავადებათა ნუსხას და ახლა უკვე ერთიანად კიდევ 3 დაავადება დაემატა და ეს დაავადებები არის თირკმელზა და ჯირკვლის ჰიპერპლაზია, თანდაყოლილი, ასევე ბიოტინიდაზას ცვლის დეფექტი, ეს არის მეორე დაავადება და კიდევ დაემატა
galactozemia, კი ბატონო. galactozemia და აი ამან რაღაცნაირად შეკრა უკვე, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი იქნება, ეს მით უკეთესი არის. არის ქვეყნები, სადაც სკრინინგი შეიძლება იყოს 48-52 დაავადებაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც ძალიან დიდი მონაპოვარია. ვფიქრობ და ამაზე არ გავჩერდებით და დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი და მეტი დაავადება დაემატება. რა თქმა უნდა, ამას დრო ჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად მივახცევთ. სხვადასხვა მე გამახსენდა 2009 წლებში ქალბატონ ლალისთან ერთად გამართული ჩვენი მსჯელობა galactozemiasთან დაკავშირებით გახსოვთ ალბათ ქალბატონ ლალის მდგომარეობები, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ არა უბრალოდ რძესთან და რძის ნაწარმთან დაკავშირებულ სირთულეებზე, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ სხვადასხვა ორგანოსთან და სისტემასთან დაკავშირებულ იშვიათ პრობლემებზე. თქვენ მიერ დასახელებული პრობლემებიდან, დოდო, როდესაც სკრინინგს ვახსენებთ, გულისხმობთ, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებზე მიმდინარეობს ეს კვლევა. რა ვადაზე ხდება ეს გამოკვლევა, სკრინინგი რას გულისხმობს და ყველაზე გავრცელებული აი ამ დასახელებული სკრინინგული პროგრამებიდან რომელი პათოლოგია მართალია იშვიათია, მაგრამ შედარებით უფრო ხშირი? კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, რომ სკრინინგი ჩატარდეს დროულად და მას აქვს სპეციალური დრო, რომელშიც უნდა მოხდეს ახალშობილის გამოკვლევა სკრინინგისთვის. ეს არის 24-დან 72 საათამდე ინტერვალი დაბადებიდან. ანუ 3 დღე-ღამის განმავლობაში. კი ბატონო და აუცილებელია, რომ არც ძალიან ადრე მოხდეს სინჯის აღება და არც ძალიან გვიან, რომ არ გამოიწვიოს ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შემთხვევები, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვიყოთ, როცა ვაკეთებთ სკრინინგს და გავითვალისწინოთ რა დროს კეთდება სკრინინგი. თუმცა ჩვენი სამშობიარო სახლები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ამის შესახებ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ართმევენ თავს აი ამ პროცესებს, პროცედურას, მით უმეტეს ახლა უკვე ყველა მშობელი ინფორმირებულიც არის ამის შესახებ, რომ სკრინინგი კეთდება და აი ზუსტად მობილიზებულები არიან მშობლები. რა თქმა უნდა და როდესაც ასეთი ინფორმირებულები არიან მშობლები უკვე დღესდღეობით, შეიძლება ეს 20 წლის წინასე არ იყო, მაგრამ ძალიან მზად არიან და ბევრს საუბრობთ ამის მნიშვნელობაზე. ექიმებიც ბევრს ესაუბრებიან მათ და ამიტომ ძალიან ნამდვილად მობილიზებულები არიან ხოლმე მშობლებით, რომ დროულად მოხდეს გამოვლენა. თუმცა აი ამ ბოლო გამოცდილებით, რაც ჩვენ ვისწავლეთ, ხომ თქვენ მკითხეთ რაოდენობასთან დაკავშირებით. დიახ, აი ამ სკრინინგული პროგრამებიდან ყველაზე ხშირად მაინც რომელი შემთხვევები? წამყვანი მაინც არის ფენილკეტონურია, შემდეგ ცისტური ფიბროზი, შემდეგ უკვე თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი და მერე უკვე ყველა დანარჩენი. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, როცა დაემატა მაგალითად galactozemia ჩვენს პროგრამას, ესე ოფიციალური დიაგნოზი ჯერჯერობით არ გქონია. თუმცა თქვენ ახსენეთ ფენილკეტონურია და მე შემთხვევით არ დავუბრუნდი ამ თემას, როდესაც პირველად ჩვენ ვისაუბრეთ გადაცემაში ამის შესახებ, საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის ხაზგასმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესა თუ ის პრობლემა არის გენეტიკურად განპირობებული, ეს გენეტიკურად განპირობებული პრობლემები იშვიათია და ხშირად არ ხვდება. მაინც არის გასათვალისწინებელი ის, რომ ბევრ მათგანს აერთიანებს საერთო თვისება და ეს თვისება არის კვებითი ფაქტორების გამოყენება ამ პრობლემების მართვაში. ანუ გენეტიკური პრობლემები, რომელთა მართვაში გვეხმარება კვება. და აი ასეთ შემთხვევაში ალბათ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იგივე ფენილკეტონურის, იგივე ცისტური ფიბროზის შემთხვევაში. აი ფენილკეტონურიასთან დაკავშირებით როგორ არის ახლა მდგომარეობა? მაშინ საკმაოდ მტკივნეული იყო, თუნდაც ოჯახებს მიეღოთ ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან გადაწყვეტილება, რომ რაღაც კონკრეტული ფორმულა არის ყველაზე ოპტიმალური. დღეს როგორ არის იგივე ფენილკეტონურიასთან დაკავშირებული საკითხი? მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ თემაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ბევრი რამე გაკეთდა. ჩვენ გავერთიანდით ევროპის და მსოფლიო ფენილკეტონურიის ასოციაციაში. ჩვენი მშობლები მჭიდრო კონტაქტში არიან ევროპელ პაციენტებთან, აქვთ თავისი გვერდი Facebook-ზე, რამაც დიდი წარმატებები მოგვიტანა. საქართველოს აქვს უკვე თავისი ეროვნული გაიდლაინი, როგორც ფენილკეტონურიის მართვის, ასე ფენილკეტონურით დაავადებული ორსულების მართვის, რამაც მოგცა საშუალება ძალიან წინ წავსულიყავით. მოგვეცა საშუალება, რომ ჩავთულიყავით მსოფლიო კვლევაში ფენილკეტონურიის ახალი
მედიკამენტის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ მარტო დიეტოთერაპია დღეს აღარ არის და პირიქით მსოფლიო მიიღწვის იქეთ, რომ დიეტოთერაპიიდან ფერმენტოთერაპიაზე გადავიდეთ, რომ მაქსიმალურად გაფართოვდეს. აი ამ ყველაფერმა მოგვცა ის, რომ ბევრი რამე შეიცვალა პაციენტისთვის. ამას დაემატა სახელმწიფო დღესთვის ყიდულობს ძალიან კარგი ხარისხის ევროპული ამინომჟაურ ნაკრებს პაციენტისთვის. სახელმწიფომ შექმნა პროგრამა, რომლის ფარგლებში ყოველ პაციენტს 200 ლარის უცილო პროდუქტი ეკუთვნის თვის განმავლობაში, რომლის მიღება შეუძლია სხვადასხვა ფარმკომპანიის აფთიაქში. აი ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება, რომ პაციენტები გახდნენ შედარებით უფრო ლაღები, ტაბუ მოეხსნათ მათ მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობეს და მშობლებისაც გაუმჯობეს და არა მარტო ბავშვების, არამედ ოჯახის წევრების. დიახ, თქვენ სულ ამას უსვამდით ხას, როგორ ზარალდება აი ამ რთულ გზაზე უფროსი წევრების, ოჯახის უფროსი წევრების ცხოვრების ხარისხი და რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის მდგომარეობის გათვალისწინება, ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინება, არა მარტო პაციენტის. სწორედ ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, დოდო, როდესაც თქვენ სკრინინგი ახსენეთ, როდესაც თქვენ საკმაოდ მასშტაბურ საკითხებს შეეხეთ, როდესაც ადრეულ ეტაპზე შეგვიძლია იშვიათი გენეტიკური დაავადებები აღმოვაჩინოთ და საკმაოდ ბევრი რთული პრობლემა ავაცილოთ თავიდან მშობლებს. გარდა ამისა, აი ამ პროცესში ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რაზედაც ქალბატონი ლალი საუბრობდა, ცხოვრების ხარისხს, როდესაც ჩვენ არაერთი, არამედ ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება გვაქვს მიზნად. პარტნიორული ურთიერთობა ექიმისა და მშობლისა, ბავშვის ჩართულობით, ბავშვის გარეშე არის თუ არა გადამწყვეტი და აი ამ დროს განათლება, რომელიც გასაგებია, რომ აუცილებელი ნაწილია ექიმისთვის და საექიმო საქმიანობისთვის, არის თუ არა ასევე მნიშვნელოვანი მშობლისთვის. დიახ, მარი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც აქვს გამოცდილება ზოგადად იშვიათ დაავადებებთან მუშაობის, ყველა დამეთანხმება, რომ ეს არის რაღაცნაირი პროცესი პარტნიორობისა, როგორც ექიმის, ასევე პაციენტების, პაციენტთა მშობლების, ხშირ შემთხვევაში არა მარტო მშობლების, ბებია, ბაბუების და ჩვენ ფაქტიურად ერთი გუნდი ვართ ოჯახთან ერთად. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მძიმე დაავადებებს, რომელშიც მნიშვნელოვანი არის დისციპლინა, ამასთან ერთად ეს ფინანსურად აწვება ოჯახს და პარალელურად აუცილებელი არის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობაც მშობლის იყოს ნორმალური, იმიტომ რომ შესაბამისი დახმარება გაუწიონ საკუთარ შვილებს. ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიმუშაოთ ერთად და ყოველთვის ასე ხდება, იმიტომ რომ არ არის რომ განყენებულად შენ ბავშვს მკურნალობ, მაგრამ აუცილებლად გჭირდება მხარდაჭერი ოჯახიდან. და ცოდნის თვალსაზრისით ცოდნის თვალსაზრისით ძალიან შეიცვალა მიდგომები. იგივე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო აი ამ ყველაფრის გაზიარება. ჩვენ ამიტომაც ვცდილობთ, რომ თუ დაავადებას მოვკიდეთ ხელი და მკურნალობთ ამ დაავადებას, იგივე ჩვენ ცენტრში ყოველთვის პარალელურად აუცილებლად გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო საზოგადოებასთან აი ამ დაავადებების. ჩვენი კლინიკა მაგალითად თუ მკურნალობთ ცისტურ ფიბროზს, ვართ გაერთიანებული სპეციალურ twinning პროგრამაში და გვყავს უცხოელი გერმანელი ჰანოვერიდან, უნივერსიტეტიდან და CEP ცენტრიდან კონსულტანტები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი პაციენტების მართვაში. თუ არის რაიმე ცოტა რთული кейსი და ასე შემდეგ, ისინი გვეხმარებიან, ჩამოდიან ჩვენთან ადგილზე და ასევე სინჯავენ ჩვენ პაციენტებს და აი ეს რომ გზა გახსნილია ამ ხრივ ინფორმაცია რომ ბევრია, ამან გამოიწვია ის რომ გვაქვს არაჩვეულებრივი მშობელთა ასოციაციები. აი ძალიან ამაყი ვარ ამით, იმიტომ რომ ამ მშობლებმა შეძლეს რომ აი ერთად ერთ მუშტად ემუშავათ. ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ ახლა არაჩვეულებრივ კონფერენციას, მაგალითად რომელიც იქნება 5-7 მარტი თბილისში პირველად ჩატარდება, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, აი ასეთი დონის ერთ დაავადებაზე ორიენტირებული 3დღიანი კონგრესი, რომელიც არის ბრენდული კონფერენცია და ყოველ წელს იმართება სხვადასხვა
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და წელს იქნება ჩვენთან და ძალიან ბედნიერება ვართ და განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩვენ და მშობელთა ასოციაცია როგორც ქართული ასევე ევროპული ასოციაცია არის ჩართული ამ საკითხში და მათი ორგანიზებით ხდება ეს ყველაფერი და რა ვიცი ძალიან გვიხარია რომ ასეთი წინსვლები გვაქვს. არ დაგიმალოთ მეც ძალიან მიხარია იმიტომ რომ ეს გზა რომელიც გამოვიარეთ მაგალითად 2008 წლიდან დღემდე ჩვენი საუბრები, შინაარსი, შედეგები ძალიან განსხვავებული იყო სხვადასხვა წელს და წლევანდელი ჩვენი სათქმელიც განსხვავებულია იმისგან, რა გქონდა თუნდაც შარშან და რა გქონდა 5 წლის წინ მით უფრო. ამიტომ სიამოვნებით გისურვებთ წარმატებებს და ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით დროებით კოლეგებო, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის და სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ პედიატრი, გენეტიკოსი, ნუტრიციოლოგი ქალბატონი ლალი მარგველაშვილი, პედიატრი, გენეტიკოსი პროფესორი ქალბატონი დოდო აგლაძე. მე არ გემშვიდობებით ჩვენ რასაკვირველია ვაგრძელებთ საუბარს და გავაგრძელებთ გადაცემას მეორე ბლოკით. ჩვენ ძალიან ხშირად, როდესაც ამა თუ იმ პრობლემაზე გიყვებით, ჩვენ ვითვალისწინებთ არა მხოლოდ პრობლემის რაობას, არამედ პრობლემის გავრცელებას. ამიტომ იშვიათი დაავადებების შესახებ საუბრისას, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ თითოეული მათგანი არც თუ ისე ბევრია საერთო პოპულაციაში. მაგრამ ერთი მხრივ ჩვენ შევთანხმდით, რომ მათი საერთო რაოდენობა ჯამურად საკმაოდ მაღალია და მე ხშირად გავიმეორებ მთელი კვირის განმავლობაში, რომ უკვე 300 მილიონს გადააჭარბა და მეორე მხრივ აუცილებლად იმასაც გაგახსენებთ, რომ მიუხედავად ამ დაავადებათა იშვიათობისა, მათ რიცხვში ყოველთვის არის ესა თუ ის პრობლემა, რომელიც შედარებით უფრო ხშირად გვხდება. და დღეს ერთ-ერთ ასეთ პრობლემას გამოვყოთ გადაცემის მეორე ბლოკში და ამავე დროს, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, პრობლემის სრულიად განსხვავებულ წახნაგს დაგანახოთ, რა წახნაგს გულისხმობთ და რა რესურსი გვაქვს ამისთვის. ამაში თქვენ თავად დარწმუნდებით, როდესაც ერთად ჩვენ დღევანდელ გადაცემაში, ჩემ სტუმრებთან ერთად გადაცემის მეორე ბლოკში უამრავ ძალიან მნიშვნელოვან მოსაზრებას გაგიზიარებთ და შესაბამისად წარმოგიდგენთ მეორე ბლოკის სტუმრებს, ჩემი კოლეგა ბავშვთა გასტროენტეროლოგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ქალბატონი მარიამ ღუღუნიშვილი და მედიკოსი 20 წლის გამოცდილების ექთანი, საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანუ თანადამფუძნებელი ქალბატონი ხათუნა ღებრიშვილი. დილამშვიდობისა ქალბატონებო. მოგესალმებით. დღეს თქვენი სტუმრობა არის განსაკუთრებული. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად დღეს ვიწყებთ კვირეულს, რომელიც იშვიათი დაავადებებს ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კონკრეტული თარიღია ხოლმე ამისთვის დაწესებული და ეს არის ტრადიციულად თებერვლის ბოლო დღე, ხან 28, ხან 29, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ერთი დღე ამ თემაზე საუბარი არ არის საკმარისი და სათქმელს სხვადასხვა დღეზე ვანაწილებთ ხოლმე თითქმის მთელი კვირის განმავლობაში. ჩვენ ვლაპარაკობთ ცნობადობის თვეზე და მთლიანად თებერვალი პრაქტიკულად ამ თემას ეძღვნება. საუბრობთ ცნობადობის დღეზე და საუბრობთ წლევანდელი ცნობადობის კვირეულის და თვის მთავარ სათქმელზე, უფრო მეტი, ვიდრე წარმოგიდგენია. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სხვადასხვაგვარად შეგვიძლია გავიგოთ და წავიკითხოთ ეს მდგომარეობა ერთი მხრივ რაოდენობრივად, აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და მეორე მხრივ საზოგადოების როლი იმაზე უფრო მნიშვნელოვანია და უფრო ღირებულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. თუ რატომ, ეს მე მგონი ჩვენი საუბრიდან კიდევ უფრო გასაგები გახდება. და მე ვახსენე იშვიათ დაავადებათა შორის შედარებით უფრო გავრცელებული დაავადება. რა თქმა უნდა, ასეთი რამდენიმე შეგვიძლია დავასახელოთ, მაგრამ დღეს ჩვენ ერთს გამოვყოფთ, რომელსაც ადრე სამედიცინო საზოგადოება მუკოვისციდოს უწოდებდა, რომელსაც ასე იცნობდა ფართო საზოგადოებაც, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ვამბობთ
რომ ეს არის ცისტური ფიბროზი და ამის საფუძველი გვაქვს, იმიტომ რომ ბიოქიმიური ტრანსპორტერების დონეზე სწორედ ასე ქვია მთავარ იმ გადამტანს, სადაც პრობლემები ჩნდება. ცისტური ფიბროზი რამდენად აქტუალური პრობლემაა, რამდენად ხშირი პრობლემაა და რა ადგილს იკავებს ცისტური ფიბროზი იშვიათ დაავადებათა ოჯახში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ქალბატონო მარი, რომ თქვენ ყოველთვის ყურადღებას ამახვილებთ არა მარტო გაავრცელებულ და ხშირ დაავადებებზე, არამედ იშვიათ დაავადებებზეც, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ ტიპის დაავადებების მქონე არც პაციენტებმა და არც პაციენტების ოჯახებმა თავი მარტო არ უნდა იგრძნონ და უნდა იცოდნენ, რომ ამ ბრძოლაში მარტოები არ არიან. დიახ. შესაბამისად ყველაზე მაღალი ცნობადობაც იშვიათ დაავადებებში ცისტურ ფიბროზს ნამდვილად აქვს. იმდენად, რამდენადაც რეგისტრიც კი არის ევროპის რეგისტრი, სადაც დღევანდელი მონაცემებით აღწერილია 56,000 პაციენტი. საქართველოს ამ რეგისტრში მონაწილეობს და ამ მონაცემებით არის 96 პაციენტი ბავშვთა ასაკში დაფიქსირებული და 15 უკვე ზრდასრული პიროვნება ამ დაავადებით. რა თქმა უნდა, ეს ციფრი შეიძლება ზუსტი არ იყოს და ალბათ დიდი ალბათობით სრულად ზუსტი არ არის, მაგრამ არადიაგნოსტირებულ შემთხვევებს გულისხმობთ. კი ბატონო. და ხშირად მსგავსი ტიპის პაციენტები საზღვარგარეთ გადინება მათი ხშირია და შესაბამისად ზუსტი ციფრის ცოდნა რთულია. რამდენადაც ცისტური ფიბროზი თქვენ თქვით, რომ ეს არ არის მხოლოდ ბავშვთა ასაკის დაავადება და ის გრძელდება, შესაბამისად სამედიცინო პერსონალიც ძალიან გათვითცნობიერებული უნდა იყოს ამ დაავადების მუდმივ და ქრონიკული მიმდინარეობის თვალსაზრისით. რა წახნაგები აქვს ამ დაავადებას, რომელიც უნდა ვიცოდეთ აუცილებლად? მრავალწახნაგოვანია. დიაგნოსტიკიდან დაწყებული, მკურნალობით დამთავრებული ყველა ეტაპზე ექიმიც და პაციენტიც ეჯახება ძალიან ბევრ დაბრკოლებას. დიაგნოსტიკა გაგვიმარტივა ძალიან ახალშობილთა სკრინინგმა და ახალშობილთა სკრინინგის მეშვეობით შეიძლება უკვე ეჭვის მიტანა, მაგრამ ეს საბოლოო დიაგნოზი და საბოლოო განაჩენი ნამდვილად არ არის. და აუცილებელია, რომ აქ უკვე სკრინინგის შემდგომ პედიატრს და ნეონატოლოგს ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ დროულად მოხდეს, როდესაც სკრინინგი დადებითია, კვლევების გაღრმავება. და არის ოფლში ქლორის განსაზღვრა ერთ-ერთი კვლევა და ამას თავისი ასაკობრივი ჩარჩო აქვს და 21 დღის ასაკიდან უკვე აქტიურად უნდა მიმართოს მშობელმა დაწესებულება, სადაც ტარდება ოფლში ქლორის განსაზღვრა. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა და აგრეთვე განავალში ელასტაზის სპეციფიური ფერმენტის, პანკრეასის ფერმენტის აქტივობის განსაზღვრა, რაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს პირველივე დიაგნოსტირებისთანავე პირველივე პატრონაჟი უკვე დაიწყოს პაციენტის. შემდგომ უკვე რა თქმა უნდა გენეტიკურ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აღმოჩნდება ალბათ საუბარი ისე გაიშლება, რომ კლინიკურ ნიშნებზეც ვისაუბრებთ და ყველა გენი ერთნაირი კლინიკური მახასიათებლებით არ ვლინდება და ესეც კლასიკური ცისტური ფიბროზის დიაგნოზის დასმა მარტივია, მაგრამ ხანდახან გართულებული და ცოტა დაგვიანებული დიაგნოზებიც გვაქვს. ჩვენ ამ თემას მართალი ბრძანდებით დაუბრუნდებით და თქვენთან ერთად გავაგრძელებთ, თუმცა ვიდრე ქალბატონ ხათუნას მოვუსმენთ და ქალბატონ ხათუნას კითხვას დაუსვამ, მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ ეს მომენტი ძალიან კარგად აღბეჭდოს საკუთარ მეხსიერებაში. როდესაც ჩვენ ძალიან ხშირად ამა თუ იმ პრობლემაზე ვისმენთ ხოლმე ადამიანების საუბარს, მე მახსოვს ამ თემებთან დაკავშირებით ისტორია. მე მახსოვს მაგალითად ჩვენს გადაცემაში, როგორ დაიწყო სხვადასხვა რუბრიკა და როგორი რთული იყო გარკვეული ბარიერების გადალახვა იმისათვის, რომ ეს პრობლემები საჯაროდ გამოეტანათ. ოჯახის წევრებს, თავად ადამიანებს, ასაკიდან გამომდინარე. თუმცა ის, რაც დღეს ხდება ჩვენს გადაცემაში, ზუსტად ასეთივე მნიშვნელობის ისტორიული მოვლენაა. მე არ ვაჭარბებ, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ საჯაროდ სტუდიაში ერთი ხმა არის მართალია ქალბატონი ხათუნასი, მაგრამ ქალბატონი ხათუნა ახლა არის ყველა იმ მშობლის ხმა,
ვინც გაერთიანებული ამ ასოციაციაში და არ არის გაერთიანებული, მაგრამ ვისაც ეს პრობლემა ძალიან მჭიდროდ შეეხო. რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომ დღეს თქვენ აქ ხართ და ჩვენს გადაცემაში, სტუდიაში უნდა მომეხმაროთ, ვისაუბროთ ცისტური ფიბროზის შემთხვევაში მშობლების როლზე, რამდენად გადამწყვეტი აღმოჩნდა ის, რომ თქვენ 20 წლიანი სტაჟი გაქვთ როგორც ექთანს. იყო ეს ერთ-ერთი ფაქტორი, რომ სწორედ თქვენ აღმოჩნდით ის პირველი წარმომადგენელი ამ მშობელთა ორგანიზაციისა, რომელსაც საზოგადოებამდე უნდა მოეტანა მშობლების ხმა. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მოგეხსენებათ, ცისტური ფიბროზი არის გენეტიკური, მძიმედ მიმდინარე ქრონიკული დაავადება, რომელიც საჭიროებს ყოველდღიურ მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღმოჩნდით ამ პრობლემის წინაშე, სწორედ ვთვლი იმას, რომ ჩემი 20 წლიანმა გამოცდილება მომცა იმის საშუალება, რომ ბავშვის მდგომარეობა მემართა სწორად, როდესაც ეს პრობლემა შეგვეხო. თუმცა ჩემი შვილის მდგომარეობა და დიაგნოსტირება მოხდა 9 წლის ასაკში. ანუ დადასტურება ცისტური ფიბროზის, ვინაიდან სკრინინგმა ადრეულმა არ გვიჩვენა ალბათ ეს. როდესაც დაიბადა, მოხდა მისი სასწრაფო ოპერაციის გაკეთება, გაუვალობით დაიბადა და დაგვესვა სხვა დიაგნოზი მაშინ, რომელიც სწორი არ იყო, რა თქმა უნდა. ყოველგვარი ბიოპსიისა და ყველაფრის გარეშე გვითხრეს ჰიშპრუნგის დიაგნოზი, რომელიც არ იყო სიმართლესთან შესაბამისი. ამის შემდეგ ჩვენ გავაგზავნეთ ბიოპსია ისრაელში. ავიღეთ ბიოპსია და ჩაგვიტარდა მეორე ოპერაცია, სადაც მოვიდა პასუხები, რომ არ იყო ეს ჰიშპრუნგი. ბავშვი იყო ჯანმრთელი, მაგრამ ამ ოპერაციების შემდეგ, ვინაიდან სტომა ჰქონდა გამოტანილი, ძალიან გვიწევდა წვალება, მოკლედ ყოველი დღე, ყოველი კვირა, ყოველი თვე თითქოს ვიდიოდა უმძიმესად, რადგან გვიწევდა სტაციონარში სულ დაწვენა ბავშვის, მკურნალობა, ზედასასუნთქი გზების ინფექციები ხშირად ხდებოდა. მოკლედ წონის კლება ჰქონდა, ვინაიდან კარგვა ჰქონდა ელექტროლიტების სტომიდან და აი ბალანსის შევსება და რა ვიცი, ძალიან მძიმედ მიმდინარე დაავადება ზოგადად ეს ცისტური ფიბროზი, მაგრამ ჩვენ იმ მომენტისთვის არ ვიცოდით ამ დიაგნოზის შესახებ. თუმცა, როდესაც უკვე გავიგეთ ჩვენ ეს დიაგნოზი, შევხვდით აბსოლუტურად სხვა ამპლუაში წარმოვიდგინეთ თავი, იმიტომ რომ ჩვენ შოკში ვიყავით ფაქტიურად, რა გაგვეკეთებინა, რით დავხმარებოდით, ცოტა სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, მაგრამ დღესდღეობით ვთვლი საჭიროდ, რომ საზოგადოებამაც ცნობიერების ზონა უნდა აღიმაღლოს ამ დაავადების შესახებ და კარგი იქნება, რომ ყველა მიცოდეს გენეტიკური დაავადებების არსი და მიაქციოს ყურადღება იმას, რასაც ადრე მართლა არ ვაქცევდით ყურადღებას, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ სხვა შეექმნას ეს პრობლემა და კარგი იქნება თუ უფრო სიღრმისეულად გავეცნობით ამა თუ იმ დაავადებების შესახებ. ქალბატონ ხათუნა, უდიდესი პატივისცემით უნდა გითხრათ, რომ არ არის მარტივი, რაც ახლა თქვენ გააკეთეთ. ნამდვილად არ არის მარტივი და აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ თქვენ ძალიან მამაცი ხართ. მაგრამ ეს არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დარწმუნებული ვარ, უამრავ დედას შემატებს ძალას იმისთვის, რომ საკუთარი შვილებისთვის ჩვენი ამოცანა რა არის დედების, რაც შეიძლება მეტი თავგანწირვით ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის შევიმეცნოთ, ვიმოქმედოთ, ვიცხოვროთ, დავგეგმოთ, ვიოცნებოთ კიდეც.
ამიტომ ნამდვილად ვთვლი, რომ თქვენ ხართ ძალიან მამაცი. მოდით ამ თემას დიახ. თუ შეიძლება დავამატებთ, ბოდიშს მოგიხდით, გაწყვეტინებთ. მე მოვედი, რომ მთელი ამ ჩვენი მშობლების, ამ ცისტური ფიბროზით დაავადებული ბავშვების მშობლების ხმა ნამდვილად მივაწვდინო ყველას. ჩვენ წლების წინ მართლა არ გვქონდა არც ანტიბიოტიკოთერაპიით მკურნალობის საშუალება, არ გვქონდა ცხიმში ხსნადი ვიტამინების არსებობა ამ ბავშვებისთვის, ანუ საინჰალაციო საჭიროებაზეც არ იცოდით ალბათ. დიახ, საინჰალაციო ხსნარი მუკონების 6%-იანი ხსნარი არ იყო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში რამოდენიმეჯერ ჩვენ შეგხვდა ჯანდაცვის მინისტრი და ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ, რომ დღესდღეობით ამ ბავშვებს უკვე აქვთ საშუალება ამ ანტიბიოტიკების, ცხიმში ხსნადი ვიტამინების და საინჰალაციო ხსნარების სრულიად უსასყიდლოდ რომ გქონდეთ, მაგრამ არ აქვთ სამწუხაროდ გენმოდულატორები, რომლებიც სჭირდებათ ამ ბავშვებს, აუცილებელია მათთვის. აქვთ ამ ბავშვებს ზოგიერთ მუტაცია ისეთი, რომელზეც მიდის ეს გენმოდულატორი, თუმცა დღესდღეობით ჯერჯერობით არ გვაქვს, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია და იმედი გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში ამასაც შემოგვიტანენ და ექნებათ ბავშვებს. მე ძალიან დიდი იმედს გამოთქვა, იმიტომ რომ ჩვენს გადაცემაში მაყურებელი ყოველ შემთხვევაში მიეჩვია ამას წლების განმავლობაში. ჩვენ ძირითადად საუბრობთ ხოლმე რა საჭიროებები გვაქვს, რა გვიჭირს, რა პრობლემები გვაქვს. მე სწორედ ამ თემაზე დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში, როდესაც მარიამს დაუსვამ კითხვას უშუალოდ კლინიკასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ როგორც დღეს ამ სტუდიაში მობრძანებულმა მშობელმა ყველა მშობლის სახელით ალბათ საზოგადოებას უთხრას ყველაზე დიდი სირთულე რა არის. რა თქმა უნდა, რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძნელად გადასალახი გზა საჯაროდ თქვა იმის შესახებ, რაც აქამდე დაფარული იყო, ან უთქმელი იყო, თუმცა არის საჭიროებები, რომლის შესახებაც არ იცის საზოგადოება. და თუ ჩვენ ამ ბავშვებს ვეხმარებით, დიახ, უნდა ვეხმარებოდეთ ამ ბავშვებს. თუ ამ ბავშვებისთვის, მათი სიცოცხლისთვის რაღაცას ვაკეთებ, დიახ, უნდა ვაკეთებდეთ. მე ასე მგონია, ექიმთა დანიშნულება, ექიმის პროფესია გვავალდებულებს, რომ დავეხმაროთ ადამიანებს იქ, სადაც ჩვენი ცოდნა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. მარიამ, კლინიკაზე უნდა გვეთქვა რამდენიმე სიტყვით. როგორ შეიძლება გამომჟღავნდეს? ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როგორი მრავალწახნაგოვანი შეიძლება იყოს პრობლემა ცისტური ფიბროზის შესახებ და დღეს თქვენ ეს ფრაზე კიდევ ერთხელ გამოიყენეთ. მაგრამ ამავე დროს თქვენ ახსენეთ ოფლის ტესტი, ახსენეთ მაგალითად კონკრეტული ფერმენტი, რომელიც პანკრეასს უკავშირდება. მე აუცილებლად ვიტყვი იმის შესახებაც, რაც გარკვეულად ახსენა ქალბატონმა ხათუნამ, სასუნთქის სისტემა, გულწრფელობის ტრაქტი, პანკრეასის სადინარი, საუფლე ჯირკვლების სადინარი, რა კავშირია ამ ყველაფერს ერთმანეთთან, რა კავშირი აქვს და რატომ არის საყურადღებო, რომ ბავშვთან შეიძლება ფილტვებიც იყოს დაინტერესებული, იყოს სხვა ლოკაცია, სხვა სისტემაც იყოს დაკავშირებული და სიფხიზლეა ამ დროს საჭირო. დიაგნოსტიკური ფიბროზი ეს არის მულტისისტემური, ანუ ბევრ სისტემას აზიანებს. ყველაზე ხშირი რა სისტემა აზიანდება, ეს არის სასუნთქის სისტემა და საჭმლის მომნელებელი სისტემა, რადგან ამ დაავადების დროს თქვენ დასაწყისშივე ახსენეთ, რომ ეს არის გენის დეფექტი, რომელიც აკოდირებს ცილას, რომელიც პასუხისმგებელია ქლორის არხზე. ეს რაში გვჭირდება, რომ ჩვენი სეკრეტი, რაც ბუნებრივად ბევრ ორგანოს აქვს თავისი კონკრეტული სეკრეტები, ანუ სითხე რაც გამოიყოფა, ბლანტდება მარტივად რომ ახსნათ მაყურებლისთვის და მათი გამოყოფა შეფერხებულია. შესაბამისად, როდესაც ფილტვში ხდება სეკრეტის გაასქელება და მისი ცირკულაცია, ვენტილაცია ფილტვის ვერ ხდება, იქ ძალიან მარტივად ვითარდება, როგორც უკვე ქალბატონმა ხათუნამ თქვა, ხშირი ინფექციები. და ზუსტად ცისტური ფიბროზის დროს პირველი ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი არის ახალშობილობაში და 2 წლამდე ასაკში უკვე ხშირი პნევმონიების არსებობა.
რა თქმა უნდა, ეს პნევმონია მიდის როგორც ხანდახან ჩვეულებრივი რიგითი პნევმონია, როგორც არაცისტური ფიბროზის მქონე პაციენტს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ როდესაც საქმე შეერთება ძალიან რთული მიკრობი ფსევდომონა, აი ამ ტიპის პნევმონიასთან გამკლავება უკვე ძალიან რთულია და ქალბატონმა ხათუნამ რა მედიკამენტებიც ახსენა, ეს არის სპეციალურად ფსევდომონასთვის საბრძოლველი საინჰალაციო ანტიბიოტიკები. პირველი ვთქვით ეს ფილტვი და ხშირი ინფექციები, პნევმონია იქნება ეს თუ ბრონქიტი. შემდგომ გასტროინტესტინალური ტრაქტიდან ზიანდება პანკრეასი, იმიტომ რომ მანდაც არის სეკრეტი, რაც გადმოდის პანკრეასი ყოველას რატომღაც შაქრიან დიაბეტთან ტიპი 1-თან ასოცირდება, მაგრამ არა, პანკრეასაც აქვს ეგზოკრინული, ანუ გამომყოფი ფუნქცია და ესეც დაზიანებულია და შესაბამისად დარღვეულია ამ ბავშვებთან ცხიმის შეწოვა, ძირითადად ცხიმის შეწოვა, შესაბამისად მსგავსი დაავადების მქონე ბავშვების წონაში მატება ყოველთვის გართულებულია, როგორც წონაში, ასევე სიმაღლეში ზრდაც პროპორციულად ჩამორჩება ამ დროს. რა თქმა უნდა, წონა მარტო ვიზუალი არ არის. კილოგრამები იმუნურ სისტემასაც სჭირდება, რომ გამართლად მუშაობდეს, შესაბამისად ნაკლები წონა ხშირ ინფექციებთანაც ასოცირდება. აგრეთვე ნაღლის ბუშტისში არსებული სეკრეტი ნაღველი, მისი გადმოდინებაც გაძნელებულია ხოლმე და ქალბატონ ხათუნას ჩამონათვალში მე დავამატებდი, რომ სახელმწიფომ უკვე ნაღლის გამათხელებელი, ანუ ჰეპატოპროტექტორის სახით მედიკამენტიც უკვე შეყვანილია და ამასაც ანუ ხელმისაწვდომია ეს პაციენტებისათვის. რა თქმა უნდა, შორს თუ წავედით, ცისტურ ფიბროზს აქვს, როგორც თქვით, ამ გენთან ასოცირებული დაავადებებიც. მაგალითად, დიდ ასაკში უკვე უშულობასთან არსებული პრობლემებიც შეიძლება ამ დაავადებასთან იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, ერთი ექიმის ვალდებულება და მოვალეობა, რომ აიღოს თავზე ამ ბავშვების პატრონაჟი არ არის და ყოველთვის გუნდია და საზღვარგარეთ თუ გადავხედავთ საზღვარგარეთის გამოცდილებას, ცალკე ცენტრებია, სადაც მულტიდისციპლინური მიდგომით ხდება პაციენტების ზრუნვა. როდესაც ჩვენ საუბრობთ, თქვათ, რა გაკეთდა ამ ბავშვებისთვის, ჩვენ ასე ვიქცევით ყველა შემთხვევაში, როდესაც გვინდა გავამხნევოთ მშობლები. ანუ უბრალოდ რა გაკეთდა კი არა, რა არის ხელმისაწვდომი, რა შესაძლებლობა არსებობს მდგომარეობის შესამსუბუქებლად. რა რჩება ყველაზე მთავარ პრობლემად, ქალბატონ ხათუნა, ყველაზე დიდი სირთულე. ყველაზე მეტად რას გვეტყოდნენ მშობლები და ახლა თქვენ უნდა თქვათ მათი სახელით. ეს ბავშვები საჭიროებენ, ანუ ფიზიოთერაპიებს, რომლებიც არ გვაქვს დღესდღეობით. არ არის ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომი არ არის დიახს და როგორც ქალბატონმა მარიამმა აღნიშნა, სპეციალიზებული ცენტრებია საჭირო, სადაც ერთად იქნებიან გაერთიანებული ფტიზიატრი, ანუ ფსიქოლოგი, გასტროენტეროლოგი და გენეტიკოსი და ერთად მოუწევთ ერთ ცენტრში და არა აქეთ-იქით სიარული მშობლებს ბავშვების წაყვანა და რაც მთავარია ის მედიკამენტი, რომელიც დღესდღეობით არ გვაქვს, ანუ გენმოდულატორი, რომელიც საჭირო ამ ბავშვებისთვის. რომელიც არსებობს სოფლიოში, მაგრამ არ გვაქვს. არსებობს ევროპის ქვეყნებში, თუმცა საქართველოში გვაქვს დაპირება, ალბათ იმედია უახლოეს მომავალში ეს ბავშვები გაიხარებენ ამ მედიკამენტით და ექნებათ უახლოეს მომავალში. მე ვიტოვებ იმედს, რომ ეს გადაცემისთვის არ არის ნათქვამი და ასე არ აღიქვამს ყველა ის ადამიანი, ვინც ამას მოისმენს. როდესაც ჩვენ საუბრობთ საჭიროებებზე, ერთი ბავშვის საჭიროება და ერთი მშობლის საჭიროება არ არის ის, რაც გვესმის. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ერთმანეთის თანადგომა აუცილებლად გვჭირდება და ასეთ დროს ყველას აქვს თავისი ფუნქცია და ვალდებულება იმისთვის, რომ ამ ბავშვების ჯანმრთელობა, ამ ბავშვების სიცოცხლე და ცხოვრების ხარისხი ნაკლებად დაზარალდეს, იმიტომ რომ ამაზე დამოკიდებულია მათ შორის მშობლების სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხიც, იმიტომ რომ ჩვენს ამოცანას და მიზნებს სწორედ საკუთარი შვილების ბედნიერებასა და კეთილდღეობაში, მათ ჯანმრთელობაში ვხედავთ. და ალბათ არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ეს არ არის უბრალოდ წამალი ერთი ბავშვისთვის, ეს არის
ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი მშობლისთვის და ბევრი ოჯახისთვის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონებო დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის. განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ პირველად გავბედეთ და საჯაროდ ვისაუბრეთ. ამ შემთხვევაში ვუმასპინძლეთ მშობელს და მაყურებელს უნდა შევახსენო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. როგორც წესი, ეს არაფერს ცვლის თითქოს თქვენი პირადი ისტორიისთვის. შეიძლება პირიქით ორჭოფობაც კი გქონდეთ, სწორად მოიქეცით თუ არ მოიქეცით, როგორ მოიქცევა საზოგადოება თქვენი საუბრის და თქვენი გადაწყვეტილების პასუხად. მაგრამ ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, როდესაც ამას უყურებს ყველა დანარჩენი მშობელი. მარტო ცისტური ფიბროზის დიაგნოზით არა, ქალბატონო ხათუნი. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა იშვიათი პრობლემა აქვს ბავშვს, მაგრამ მშობლისთვის ის არის ყველაზე დიდი პრობლემა. და ასეთ შემთხვევაში საზოგადოების მხარდამჭერა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. საზოგადოების და ნებისმიერი მრგოლის, რომელსაც შეუძლია დახმარება და უნდა დაეხმაროს ამ ბავშვებს. მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ქალბატონი მარიამ ღუღუნიშვილი და საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თანადამფუძნებელი ექთანი 20 წლიანი გამოცდილებით არაჩვეულებრივი ქალბატონი ხათუნა მხებრიშვილი. მე გებშვიდობებით, დღეს არის სწორედ ის თარიღი და ის მიზეზი, როდესაც ჩვენ ტრადიციას ვარღვევთ და მიუხედავად ჩვენი ტრადიციული შეთანხმებისა, ჩვენი კონცეფციისა, რომ კობით შუქნიშანზე აუცილებლად გარკვეული დრო გვაქვს გამოყოფილი, იშვიათი დაავადების კვირეულში რამდენჯერმე მოხდება ასე, როდესაც კობით შუქნიშანი დროებით გადაინაცვლებს. მე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.